ვინ ვარ მე, როგორი ვარ, რა მინდა, რა მჭირდება, რა შემიძლია, ამ კითხვებზე ხან გვაქვს პასუხი, ხან არ გვაქვს პასუხი. და საკუთარი თავის მიღებით იწყება ურთიერთობა. დღეს ძალიან ბევრი საუბრობა ეფექტური კომუნიკაცია, ვთქვათ, ეფექტიანი და ასე შემდეგ. რაღაცა ეს შეთანხმება ნაკლებად მომწონს. მე დავარქმევდი სწორი კომუნიკაცია. სწორი კომუნიკაცია იწყება საკუთარი თავთან. ანუ ადამიანი ზოგ შემთხვევაში ისე ცხოვრობს, რომ თითქოს საკუთარ თავს არ შეხვედრია. ეს თვითშეფასება, რომელიც ჩვენი არჩეული არ არის, თვითშეფასება არის ცნობიერი და არაცნობიერი და არაცნობიერი სწორედ არის თავს მოხვეული მშობლების და სოციუმის მიერ. იმიტომ რომ ზოგჯერ ვეკითხები ადამიანს საიდან იცი ამას, რომ ამბობ შენ თავზე თქო, ის პასუხობს, რომ ყველა მაგას მეუბნება. ანუ ჩვენ ერთმანეთს ვაპროგრამებთ, ჩვენ ერთმანეთს ვეუბნებით, სახელებს ვარქმევთ და შემდგომში იმ ადამიანს შანსსაც არ უტოვებთ, რომ რამე შეცვალოს, იმიტომ რომ სახელი არის როგორც რაღაცა გარკვეული ტიპის პროგრამა, ისე იტვირთება ადამიანში, სახელდება ზოგადად. აქედან გამომდინარე, ადამიანი თურმე არ არის სტატიკა, ის არის პროცესი და ამ პროცესში ხან კარგად იქცევა, ხან ცუდად იქცევა. ხან ბედნიერია და ხან პირიქით.